მსგავსება ბურჯანაძის პოლიტიკურ ბედიღბალთან და იმედგაცრუებული ვლადიმერ პუტინი. საუბარი იმაზე, რომ კრემლს მილიარდერის პროექტი საქართველოში ჩაუვარდა, პოლიტიკურ კულუარებში ამ დრომდე არ წყდება. ვის დაემშვიდობა პუტინის სიმღერით და კმაყოფილია თუ არა თავად ივანიშვილი საკუთარი პიარ კამპანიით. ოფიციალური მოსკოვის რეალურ ზრახვებსა და რუსეთის პრეზიდენტის განაწყენების მიზეზებზე რუსუდან ჯიქია ისაუბრებს. Давай до свидания კლიპი ასეთი სახელწოდებით ინტერნეტში სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და ამას ჩვენ მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ. კლიპი რა თქმა უნდა სარკაზმითაა, პოლიტიკური სარკაზმითაა გაკეთებული, თუმცა ის დათვალად ასახავს კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილოა, საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილმა საკუთარი გუნდით შევარდნაძის დროინდელი სახეებით და ადამიანებით, რომლებიც არ წარმოადგენენ პოლიტიკურად ძლიერ პოლიტიკოსებს, შეიძლება ასე ითქვას, მსახიობები, რეჟისორები, აბსოლუტურად პოლიტიკურად გამოუცდელი ადამიანები, ხოლო ის ხალხი, ვინც პოლიტიკურად გამოცდილია, არიან შევარდნაძის სახეები, ასე თვლიან პოლიტიკურ წრეებში. წინასაარჩევნო კამპანიით უკმაყოფილოები არიან, როგორც čans რუსეთის ხელისუფლებაში. ახლა შეგვიძლია მაყურებელს შევთავაზოთ ის ვიდეოები, რომელიც ჩვენ ინტერნეტში მოვიპოვეთ. Я тоже присоединяюсь. И меня не забудьте. А ты кто такой? Давай до свидания. 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 А жизнь такой жить надо осторожно. Наш мастера есть свой таможный. Жизнь такой жить надо осторожный. А старый есть у нас наш таможный. Я знаю по-русски как положено. Давай иди гуляй, до свидания. Давай иди гуляй, до свидания. А ты кто такой? Давай, до свидания. А ты ребенок, тебе манна каша. У нас есть мамаша, еще папаша. Что хочешь от меня ты, Наташа? Твой рейс, Дубай, до свидания. Твой рейс, Дубай, до свидания. Пацаки говорят тебе кум, о великий. თავისთავად ცხადია ეს ვიდეო კლიპები ღიმილის მომგვრელია, თუმცა საერთოდ არ არის ღიმილის მომგვრელი. ექსპერტების შეფასებები ივანიშვილის კავშირებზე რუსეთში. მაგალითად, ექსპერტი ლევან ჩოლოყაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გამორიცხულია ადამიანმა იშოვოს დიდი ფული რუსეთში გავლენისა და სპეცსამსახურების დახმარების გარეშე. გავლენაში ის ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობებს გულისხმობდა და ის პირდაპირ ამბობს დაუფარავად, რომ პუტინი კრემლის აგენტია. რუსეთში თუ დავყოფთ ასე მცირე საშუალო დიდ ბიზნესად, ივანიშვილი არის რუსეთში დიდი ბიზნესის მფლობელი ადამიანი, რომელიც მილიარდებში გამოისახება მისი ამ ბიზნესის ბრუნვის კაპიტალი. ასეთი თანხებზე პუტინთან და სპეცსამსახურებთან ურთიერთობის გარეშე რუსეთში ბიზნესი არ არსებობს საერთოდ. და თუ ვინმე ცდილობს, რომ ესე დამოუკიდებელი ამ სიდიდეებს ბრუნვას მიაღწიოს და მერე გამოვიდეს, ის ან აღმოჩნდება ასე ვთქვათ სპორტული ტერმინო გამოვარდნ ან აფსაიდში, უკეთეს შემთხვევაში და როგორც წესი ის არის ან დევნილობაში, ან ციხეშია, ან მიწაში. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ ბურჯანაძე მოიყვანა ხელისუფლებაში. ასეთი ექსპერტის თამთაბერუაშვილის შეფასება, რომელიც მიიჩნევს, რომ ბურჯანაძესა და ივანიშვილს ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და აქვთ, ხოლო ეს კავშირი გამოწვეულია იმით, რომ ბურჯანაძე პოლიტიკურ დავალებებს იღებს ედუარდ შევარდნაძისგან და ასე გამოდის, რომ თავად ივანიშვილი პატივცემს ედუარდ შევარდნაძეს და მის პოლიტიკურ მოსაზრებებს. თამთაბერუაშვილი ასევე ამბობს, რომ დაუფარავი ფაქტია ის, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან რამდენიმე კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პაატა შევარდნაძეს და ეს იმას ნიშნავს, რომ მას პირდაპირ გავლენა აქვს ედუარდ შევარდნაძისგან. ივანიშვილი უჯერებს ედუარდ შევარდნაძეს და მის მიერ მასთან რეკრუტირებულ ხალხს. ხმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჯანაძის მოსაყვანად მოდიოდა. ან ნებისმიერ ვარიანტში იმ პოლიტიკოსის, ვისაც შევარდნაძე ენდობა და შევარდნაძე ენდობა ბურჯანაძეს. ივანიშვილი სანამ მოვიდოდა პოლიტიკაში და პირველ ხანებში ცნობილი გახდა, რომ ის ხვდებოდა პაატა შევარდნაძეს. განსხვავებას ხედავთ პაატა შევარდნაძესა და ედუარდ შევარდნაძის შორის მე ვერ ხედავ. სხვა ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ზუსტად ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვს. ბიძინა ივანიშვილს აქვს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, ხოლო ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დანგრევას მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიას უწოდებს. ვინ არიან ეს ექსპერტები და რატომ მივიდა ხალხი ასეთ დასკვნამდე? დღის მთავარ გამოშვებაში შეიტყობთ. კრემლის ჩავარდნილ პროექტზე რუსუდან ჯიქია საუბრობს.